საღამო მშვიდობისა. 19 აპრილის შოუ ბიზნესში მომხდარი სიახლეებით ეთერში ინფორმატორის ნახევარსაათიანი გამოშვება ლაილაისთან ერთად. კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფეშენ შოუ მოაწყეს. პედაგოგებმა და სტუდენტებმა art deco-s და fashion design-ის კოლექცია ერთად წარმოადგინეს. ქართულ-ამერიკული პროექტი არის და ჩვენ ვართ შესულები საუნივერსიტეტო სწავლების მასტერ კლასის პროგრამით ქართული სტილი Georgian style ესე ქვია. ამისათვის პრაქტიკულად ეს პროგრამა სექტემბრიდან მზადდებოდა. ჯერ არ არის დამთავრებული. ჩვენ კიდე გვაქვს რაღაც დაგეგმილი, რამოდენიმე ესეთი დეფილერი და საიუბილეოდ ეს ეძღვნება, ეს ჩვენი პროგრამა ეძღვნება სახელმწიფო ჩვენი უნივერსიტეტის 10 წელს. ეს პროგრამა დიზაინერებმა ეკა ტუხაშვილმა, ნანა ღონღაძემ, ნათია ქანთარიამ, ნონა კაცარაუმ და ნატო ჩაჩავამ მოამზადეს. მე მხოლოდ მაგათი ესეთი ხელმძღვანელი ვარ, რომელსაც პრაქტიკულად ჩვენ სახელოსნოში არის fashion design-იც და art deco. ეს არის სტუდენტურ დღეებთან დაკავშირებული კულტურის უნივერსიტეტის სახე არის წარმოჩენილი და აი თქვენ თვითონ ნახულობთ როგორი ოვაციებით მიდის მაყურებელი ჩვენგან ახლა აქ. იცით რა არის? აი საკმაოდ ისეთი გემოვნებიანი თაობა მოდის, იცით რა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ისა რაც კოსტიუმებია წარმოჩენილი ძირითადად ჩვენ სამის ხელმძღვანელობით გაკეთდა და ეს იმხელა შრომით და იმხელა ენთუზიაზმით არის ნამუშევარი გაკეთებული, რომ აი მე ვთვლი რომ იცით რა არის თვითონ ეს ჩვენებები აუცილებელია თითოეული ახალდამწყები დიზაინერისთვის ხშირად გამოიყვანოს თავის თავი, რომ გვერდიდან შეაფასოს თავისი ნამუშევარი. საქმე იმაშია, რომ ძალაუნებურა სტუდენტების ყველა შემოქმედებითი გამარჯვება თუ პატარა წარმატებაც კი უნდა გიხაროდეს კაცს. თორეს ახალი საქმეა, იცით მაინც ახალი სპეციალობაა. ნელა ყველაფერი დაიხვეწება, ალბათ უკეთეს შედეგები და უფრო ლამაზი საქმეები გამარჯვება. მე პრინციპში დღეისთვის მაყოფილია. ეს რამოდენიმე დღეა ქართულ შოუ ბიზნესში გამოცოცხლება შეინიშნება. რამოდენიმე წლიანი შესვენების შემდეგ ჯგუფის soft eject კლუბ როიალში კონცერტსაც მართავს და ალბომის პრეზენტაციასაც აწყობს.
ჩვენი არ გამოჩენის მიზეზი იყო სწორედ აი ამ პროექტზე მუშაობა, ამ ახალ კონცერტზე მუშაობა. როგორც ჩვენ გვშევია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სტუდიაში ჩაჯდომა და მინდა გითხრა ეს პროექტი ჩვენ გავიტანეთ პირველად აი მთლიან სრული შემადგენლობით ასე ვთქვათ ინგლისში, სწორედ ერთი თვის წინ დამთავრდა ჩვენი მეორე ტური ინგლისში. ეს არის ჩვენი ახალი ალბომი 900 იქით ალბომის პრეზენტაცია კონცერტის სრული კონცერტი არის, ანუ უკრავთ მთლიანად იმ პროგრამას, რაც არის შესული ამ ალბომში. ჩვენი ძველი რეპერტუარიდან არც ერთი სიმღერა არ იქნება. ეს შეიძლება ჩვენი მსმენელისთვის ცოტა ისეთიც იყოს უცხო, მაგრამ ჩემის აზრით ძალიან საინტერესო გამოგვიდა. ახალგაზრდა დიზაინერს გვანცა ჯანაშიას თავისი ახალი კოლექციის ჩვენება ღიაცის ქვეშ ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო. თუ როდის გამართავს თავის ახალი კოლექციის ჩვენებას, ამას ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ. ყველანაირად შევეცდები, რომ შემოდგომისთვის უკვე ხალხს შევთავაზო ჩვენება ოფიციალური ფორმით და ჯერჯერობით მხოლოდ ისე ფოტოების საშუალებით ვახერხებ პრეზენტაციას ჩემი ახალი კოლექციის. საინტერესო ფერებია, ესეთი თბილი ტონალობა და რა ვიცი, მე მომწონს და ალბათ რაღაცა შევიდნენ აუცილებლად. ხშირი სტომარი ვარ და თითქმის ყველაფერი ზეპირად ვიცი და ესე ჩომად ნანახი მქონდა უკვე და ნუ რახან ხშირი სტომარი ვარ და რახან ხშირად მოვდივარ და მის ტანსაცმელს ვიცმევ, ესე იგი მე გიშდები გვანცას ტანსაცმელს. შევეცადე რომ უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო, უფრო მეტი სიჭრელე გამომეყენებინა, უფრო აღმოსავლური ორნამენტებით და კიდევ მაგ გამოყენებული ატლასი, შიფონი, ქაშმირი და ესეთი რაღაცები. სილუეტები ალბათ უფრო 70-იანი წლების გავლენა იგრძნობა. წიგნის სახპარნაში მორიგი პრეზენტაცია მოეწყო. მთელი ქართული ინტელიგენცია ნათელა პაიკაძის წიგნის ანახავად და წასაკითხად შეიკრიბა. ეს გახლავთ ცნობილი კომპოზიტორის რევაზ ლახიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ რომანი, რომელსაც ასე ჰქვია: მოგონებებში გაცოცხლებული. ამ გიდებულ შენაძენსაც ხია ბატონების შესახებ ამ შესანიშნავ წიგნს. რეზო ლაღიძე ჯერ იყო ძალიან დიდი ადამიანი და მე იყო კომპოზიტორი, იმიტომ რომ თუ არ ხარ დიდი ადამიანი, ვერ იქნები ვერც კომპოზიტორი, ვერც მწერალი და საერთოდ ვერავინ. და მე დიდი მადლობა მინდა ვთქვა ქალბატონ ნათელა პაიკიძეს, იმიტომ რომ ამ წიგნში ძალიან ბევრი უნიკალური წერილები არის, ის წერილები, რაც ბატონ რეზო ლაღიძეზე დაწერა. დღეს როდესაც ამდენი წელი გავიდა
რა ჩვენ შორის ბატონიზე არ არის, მაგრამ მისი არაჩვეულებრივი შემოქმედება ჟღერს მუდამ ეს იქნება სასიმღერო ხელოვნება, საორკესტრო კამერული მუსიკა, იმიტომ რომ ბატონი რეზო იყო გამორჩეული უდიდესი ტალანტის პატრონი. მოგონებებში კაცოცხლები. ყველას ძალიან ვთქვათ, ვისაც სურვილი გექნება, ამ უამაზეს ადამიანის შესახებ რაღაცა თქვენ, მოგზადეთ. ერთ საათიან $23 აპრილს აჭარა Music Hall-ში Nescafe Dance Party, House-ის ლეგენდა Sissy Rogers-ა და Mr. DJ David Disuma-ს პინძლებს. თემ სოფლიოში დაფასებული house მუსიკის პიონერი Sissy Rogers-ი მოღვაწეობს ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან Janet Jackson, Luther Vandross, Aretha Franklin, D'Angelo, Duran Duran და მრავალი სხვა.